გამარჯობა მეგობრებო, მე ოთო ვარ, თავგადასავლების მოყვარული მეოცნებე კაცი, რომელიც გაფრინდა მალაიზიაში, იქირავა მოდო და გაემგზავრა მალაიზიის ჯუნგლებში თავგადასავლების საწიებლად. პატერაკმაც არ დააყოვნა. მოტოს ქირავებიდან სულ რაღაც რამოდენიმე წუთში უკრინდან ადგილობრივი აბორიგენი საკაიფო ჩემას ხდა. რასიზამ, მოგზაურობა ყოველთვის ისე არ ვითარდება, როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ მოტო მოგზაური ამან არ უნდა შეაშინოს. ამიტომ ჩემი მოგზაურობა გრძელდება. ილამშვიდობის მეგობრებო, მე ოთო ვარ და დღეს კუალა-ლუმპურში ჩინებული ამინდი გაცენდა. ჯერ კიდევ დაკავებული ვარ გუშინდელი ინციდენტით, გამოწვეული პრობლემების მოგვარებით. დავიდი, ფული გადავახორდავე. დეკატლონში შევიძინე რაღაცა სამაგრი ნავიგაციის, იმიტომ რომ ნავიგაციის სამაგრი კი იცით გამიტყდა. ვეცდები რომ ეს დავამაგრო ჩემს ბაიკზე, იმისთვის რომ ნავიგაციის გარეშე გამორიცხული მოძრაობა და ეს რაღაცა სადღაც ლოკალ შოპში რომ შევიძინე, არაფრად არ ვარ. და ეგ არის პრინციპში რა, მზათა ვარ ჯუნგლების ასათვისებლად. წავალ კუალა-ლუმპურიდან დაახლოებით 100 კილომეტრში არის რაღაცა სოფელი ფრაიზერ ჰილს თუ რაღაცა ეგეთი ქვია. და მანდ მინდა რომ წავიდე, მოკლედ მანდ არის ჯუნგლებია, მთებია, მაუნთენს, რაღაცა საინტერესო ადგილებია და მაგრამ ჯერ რა თქმა უნდა დავამონტაჟო ეს არ არის ფლად ბაიკისთვის განკუთვნილი. ვფიქრობ რომ რაღაცას მოვახერხებ. დავჭერით ეს რაღაცა, ეს უნდა ჩავსოთ და ესეც ასე. არანორმალურად დიდი ქალაქის ქალაქიდან გამოხვიდე. 1 საათი ჩალეჩუქო გამოხვიდე ავტობანი. ისე კი არა, როდესაც უერთდი ახლა რაღაც აი ესეთი ავტობანით ჩალეჩობ 1 საათი რომ ქალაქიდან გამოხვიდე. სიგიჟე დილით აი ეგ მღლის რა, როდესაც მე წავიდე ქალაქიდან გამოსვლას უნდა რაღაც 1 საათი. გამოვედით კუალა-ლუმპურიდან და რაღაცა ბორაკების გაიჩიტა. ჯუნგლი. აჰა, შენ მალაიზიის ჯუნგლი. საითაც არ უნდა გაიხედო ყველგან ჯუნგლი ზავო. ცოტა ხანში გადავუხევ ავტობანიდან იმედი მოგზა, ცოტა ისეთ გზაზეც ვიმოძრაებ არა ავტობუსზე, თუმცა ესეც რავი საკმაოდ შთამბეში დავია რომ უბრალოდ შუა ჯუნგლებში რომ ავტოფანზე მოძრაობ. რაღაცა შესასვლელებელი ადგილი არის 2 რემიჩი და მან უნდა შევისვენოთ მაშკარად. როგორც იქნა გადმოუხვი ავტობანიდან მე ღირსა ნორმალური გზა. ოპ, სათიდია და ვა. ოკეი. რაღაცა ეროვნული ნაკრძალია მოკლედ და სანამ შემოხვალ ესე მონდომებით გესალმებიან. ოკეი. აჰა, წინ მოხეული გზა შუა ჯუნგლებში. ახლა უკვე not bad. ვა. ასწორებს. აი რაღაცა გაერთობა კაცი. თავარი არ დამოვიწყდეს რომ ჩემი გზა არის მარცხნივ, ეგ და მახსოვდესო. ვა, კარგია. მაგრამ მანქანა რო იჩიტება. სუნგონიერო პროცესზე. ვა! ასე რომ ვიდიხარ და იმუნი რო გხდება გზაზე. ეგ გამოსtildeება პირველად მაქვს. რა გადავაიო. იდიოტა რა თავისთვის რა. ეგეთი გამოსtildeება ჯერ არ მქონია. ჩვენი ძმები. Hello. Აკეთებიარი. რაც მომწონს CF Motors-ი არის რომ არის ძალიან მოქნილი. ისე კარგად ხრი მოსახვევებში, თითქოს და მაღალი ბაიკია რომ შეხედავ ერთი შეხედვით, მაგრამ რავი ძალიან მომწონს რა. აი მოყვება კარგად რა, პატარა ძრავი აქვს და არც არის და მე თუ მკითხავთ ამაზე მეტი საჭირო. და ძალიან ისეთია რა, ხა იქ მოძრაობ, აი უცხო ქვეყანაში მარცხენა მხარეს მოძრაობა, რავი, ანუ არ მიქმნის დისკომფორტს მოტო საერთოდ.
ძრავიც ყოფნის რა. მაგრამ ეს რას მინდა ხაზი რო გავუსვა, რომ ძალიან მოქნილია, ძალიან მოყვება კარგად მოტო და რაღაცა სიმსუბუქე იგზნობა მოტოსი. რაც ნუ რა თქმა უნდა, როცა მithumetes ოდესაც ხარ რაღაცა უცხო გარემოში და არ იძაბები რა. იმიტომ რომ იცი რომ მოტო მოყვება რა. ასეთებიც ხდება საცობი ავტობანზე. ამ დროს უკიდურესი მარცხენა ზოლი არის მოტოებისთვის. მოტო თითო ხარ შეგიძლია ამ უკიდურეს ზოლზე იმოძრავო. იმიტომ რომ მოტოს ორბორბლიან ტრანსპორტზე მოკლედ ზრუნავენ და აძლევენ რაღაცა უპირატესობას იმისათვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იმოძრავოს ორბორბლიანი ტრანსპორტით. რაც მოვფიქრობ, რომ ძალიან კარგია. გამოვწდი მეგობრებო კუალა-ლუმპურს ერთი 100 კილომეტრით ალბათ და შენი სისუფთავე და მოწესრიგებულობა და ჰაი და ჰოი და დავარცხილობა საერთოდ გაქრა. რა ისითა ისეთი რა ჯანმრთელი აზია. სიარულის მანერაც, წესების დაცვაც, ყველაფერი ისეთი აზიას რო შეესაბამება. ვუახლოვდებით ფრაიზერ ჰილს, რომელიც არის შუა ჯუნგლებში გაშენებული რაღაცა კურორტი. ნახოთ არა რა დაგხვდება. ასიზახიან ჯუან თუ ბუნგალო სულთან სულეიმან. ყველაფერი მაგეთ არის. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ჯუნგლია. ახლა როგორი მოწესრიგებული ჯუნგლია. როგორ აღმოჩნდა იაპონური სოფელი ტროპიკულ ტყეში, მალაიზიაში არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად აღმოჩნდა. ხოლმე მეც მოვედი რომ დავათვალიერო და ვნახო აბა რა ხდება ტროპიკულ ტყეში. ლამაზი არის. ძველ დროს როგორ ცხოვრობენ ასეთ ადგილებში, ეს არის საინტერესო. რას არ უძლეს მოკლედ ადამიანი, იმიტომ რომ ეს ტროპიკულ ტყეში რო ცხოვრობდა, მან რო გაქვს სოფელი და რაღაცა 1000. ნუ გაიცხოველებს კიდე არა უშავს, მაგრამ აი ხო წარმავლები. აი მან დავიცი როგორ ისაკ. იმიტომ რომ მალაიზიაში ცუდად არის ხო წარმავლების ამბავი, ძალიან ცუდად. Japanese village. სუფთა ჰაერი, სიმშვიდე, ჭიდების ხმა, წყლის ხმა. მოკლედ ლებოდა. სრული ლებოდა. იმისთვის რომ ქალაქის გუგუნისგან და იმ ავტობანისგან და იმ ბეტონისგან, რომელიც მან დაი დაისვენა, ალბათ იდეალური ადგილია. Hello. ტროპიკული ხეები, სიმწვანე, ჭიდების ჭიკჭიკი. რაღაც შეიძლება რაღაც მაიმუნებსაც გადაეყარო. ეგ არის რა. აი სიმშვიდეში და ბუნებაში რო ხარ, აი სილამაზეში. იღები აქ მოსვლოთ. ცოტა ხანი აი კონდა ჩამოვჯდე და დავფიქრდი ამ ცხოვრების ამავებაზე, ხო იცი თქვენ. ცოტა კარგი ხედი მაქვს წინ. ცოტა ნიავიც უბერავს. იაპონური სოფელი ვნახეთ. წავიდეთ ახლა ნახოთ ფრანგული სოფელი. მე შეიძლება კიდე იყოს ბრიტანული სოფელი, არ ვიცი, მოკლედ ისეთი დიდი მიზიდულობა აქვს ამათვის. ყველაფერს ევროპულს კოლონიალისტები თუ დამპყრობლები ვინც იყვნენ მაგაცას რომ ყველაფერს აკეთებენ იაპონურს, ფრანგულს, ბრიტანულს და ასე შემდეგ. უკეთეს ფოტოს გადაგიღებო, არ გინდაო? მე ვთხარ არ მინდა. უკეთესი ფოტო. მეგობრებო, ჩემი ფოტოები რაც მო. It's okay. ინგლისურად ასე საუბრობენ. აი რაღაცა ფრანგულ აქცენტს ურევენ რა. სოლი უნდა მოიყვანო აქ. აი ნატოს მოეწონება, ნატოს ხოლმე fairy tale ევროპული ამბები და აუსწორდება რა აქ რომ მოიყვანო. სიმართლე რო გითხრათ კი მომშვიდა, მაგრამ რაღაც გონია რომ ისეთი ტრაპოლა ადგილია გამწეწავენ აქ რომ ამივჭამა, მაგრამ აი ყავა ხო შემიძლია დავლიო, Starbucks-ი არის და შევარდები ხა, ყავას დავლე Starbucks-ში.
Thank you. I like your country. It's quite nice one. მოკლედ, გავჩერდი რაღაც სოფელში, რაღაცა local cafe. ბავშვები აქ აღმოჩნდა რომ აქ არის სალუცავი მოსკი, თუ როგორც მითხრეს. იქით არის სკოლა, ну, სოფლის ცენტრში ვარ რა. და ეს ხალხი ემსახურება ეს ხალხი სკოლას, სკოლიდან ბავშვები რომ გამორბიან, ეს ხალხი ამზადებს რაღაცა სხვადასხვა ტრიულობას და ახვედრებს მათ. ის ხმაწვილი არის ძალიან უხარია უცხოების ნახვა. ამიტომ მიყვარს ეგეთ რურალ, ანუ ადგილებში მისვლა, სადაც იშვიათი არის ტურისტი რა. ეგეთ ადგილას შენ უფრო მეტად გაქცევენ ყურადღებას და უფრო მეტად უხარია შენთან ურთიერთობა. აი ესე. სხვა დასალევი არაფერი არ არის. ამიტომ ფანტა კოკოლაც არ არის. რა სიზა, ზადო არის ფანტა. რაც არის იმით უნდა დაგმაყოფილდეთ. მაგრად რო დაგწყება მე ფანტაც გაი წყალიც არ აქვს. ცივი წყალი თქო და ეგეც არ გვაქვს. დავიღალე, ცოტა დასვენება არ მაწყენს. ჩემს ჯანკ სასმელებს დავლა და გავაგრძელებ გზას. ირგვლივ კი არისო რაღაცა რიზორტებიო, მაგრამ ჩვენო პარასკევს, შაბათს და კვირას ვისვენებთ. როცა არის დასვენება, მაშინ მუშაობენო დღესო ორშაბათია და ორშაბათსო ისვენებენო რიზორტებიო და ამიტომ არ არის ტურისტები კი არა და ხალხი მოკლედ თურმე და ადგილობრივი ბანაობი მდინარეში. ესეც ასე ვაგრძელებთ გზას. ინტერნეტში დავსერჩე ამ რეგიონშიო არისო ძალიან პოპულარული აისკრემი. ხოდამე წავდექი და შევუკეთე აისკრემი, რომელიც არის კოკაკოლაში ჩადებული აისკრემი. ცუდი არ არის. ეს რეგიონი არის ამით ცნობილი. კოკაკოლაში ჩადებული აისკრემი. ოდმე? შეავასებათ რაღაცა გითხრილი. სასმელები ყველა აისკრიმს გაიძახის. სადაც არ შედიხარ კაფეში, ყველგან არის რაღაცა აისკრიმები. და მოპედები. და ბავშვები მოპედებზე. და უფროსები მოპედებზე ბავშვებთან ერთად და მოკლედ მოპედები ყველანაირი ფორმაში. სასტუმროში ვარ, დავიღალე, უკვე დაღამდა. ну, პერიოდი არ არის, მაგრამ $30 გვალობაზე წავა რა. არ რჩება კაც. მე მეყოფა ყოველ შემთხვევაში. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ აქაური შტებცელები არის ისეთ, რომ მოშიც ჩემი დამტენები არ შეერთება და აი მე საჩალიჩო არის გადამყვანი და ეგ თუ აქვთ ის თვითონ ეს რაღაცები თუ არ დავტენე, ხოლმე მერხება. აბა, მომავალში ხედავდი მეგობრებო. დილამშვიდობის მეგობრებო, მე ვათოვარ და კამერუნ ჰაილენდზე ჩინებული ამინდი გათენდა. ეხლა ვიმყოფები მალაიზიის ერთ-ერთ ბუდისტურ მონასტერში. ჩემი ინტერესი მონასტრების და ტაძრების მიმართ კი იცით. მალაიზია საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს რელიგიის კუთხით. მალაიზიის ნახევარკუნძული, როგორც იცით, ჯუნგლებია და დიდად განვითარებული მაინც და მაინც რაღაცა განსაკუთრებული კულტურა მანდ არ იყო, როგორც სხვა ჯუნგლებში და მასეთ დასახლებებში განვითარდა რაღაცა რელიგია, რომელსაც ანიმიზმი ქვია ჩვენ ენაზე კეპტახვანებსემლობა და ადამიანები სულებს და ტყის სულებს და ასე შემდეგ მიაგებდნენ პატივს. თუმცა ამავე დროს მალაიზიის ნახევარკუნძული მდებარეობს ისეთ ადგილას, სავაჭრო გზები, საზღვაო სავაჭრო გზები გადიოდა ამ ტერიტორიაზე. შესაბამისად, შემოვიდა ბუდიზმიც, იმიტომ რომ ბუდისტი ვაჭრები მოძრაობდნენ და მოიტანეს ეს კულტურა, ასევე შემოვიდა ინდუიზმი, იმიტომ რომ ინდოეთიდან ვაჭრები მოძრაობდნენ. არა მხოლოდ კულტურა შემოიტანეს, თვითონაც რჩებოდნენ და შესაბამისად მოსახლეობაც ჩინელები, ასევე ვაჭრები მოდიოდნენ და ასე შემდეგ და ასე იყო პრინციპში დაახლოებით მე-14 საუკუნემდე. მე-14 საუკუნეში უკვე მალაიზიის ელიტამ და მაგ დროისთვის მალაიზიის ელიტა იყო ვაჭრები, იმიტომ რომ ტერიტორიულად ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ საზღვაო გზები გადიოდა, შესაბამისად განვითარდა ვაჭრობა, დიდრები იყვნენ მოკლედ ვაჭრები მართავდნენ სიტუაციას, იმიტომ რომ შიგნით ცენტრში რო შეხვიდოდი მალაიზიის ნახევარკუნძულის, იქ ჯუნგლები იყო დიდი, არც არაფერი არ ხდებოდა.
და მოკლედ მალაიზიის ელიტამ, იმიტომ რომ ამ დროს ძალიან დაეცა ბუდისტური და ინდუისტური იმპერიების გავლენა ამ ტერიტორიაზე და გაიზარდა არაბების და მუსულმანი ვაჭრების გავლენა, გადაწყვიტეს რომ მიიღოთ აჰმადიანობა, იმიტომ რომ ეს ძალიან მომგებიანი იყო მათთვის. აი ამ მიზეზით გახდა მალაიზიის ნახევარკუნძულზე შემოვიდა აჰმადიანობა. მერე უკვე ისე მოხდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, მალაისტომები, რომლებიც არც ბუდისტები იყვნენ ინდიაში, არც ჰინდუისტები და არც ჩინური ღმერთების თაყვანისმცემლები, გადავიდნენ აჰმადიანობაზე და რაღაც კუთხით მათი ეროვნული იდენტობა იყო, რომ საუბრობ მალაი ენაზე და ხარ მუსლიმი. ეს გახდა მათი დაახლოებით მე-15-16 საუკუნეში მათი იდენტობა და ესე აღმოჩნდა, რომ მალაიზიის ნახევარკუნძულზე დღეს არის როგორც ძირითადად მალაის ხალხი ეს არიან მუსლიმები, თუმცა აქვე არიან ბუდისტები, არიან ინდუისტები, არიან ჩინური რაღაცა ღმერთების თაყვანისმცემლები. შესაბამისად, ესეთია ფაქტიურად ყველა სოფელში თუ დასახლებაში სადაც შედიხარ, ხდება ბუდისტური ტაძარი, ხდება მეჩეთი, ხდება ინდუისტების თემპლი ტაძარი და ასევე ხდება რაღაცა ჩინური ტაძრებიც. და ეს კულტურა, ამათი კულტურა ახერხებს, რომ ეს ყველაფერი ესე გაერთიანოს და თანაცხოვრობდნენ ისე, რომ ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ ფაქტიურად ქრისტიანობის გარდა ყველა დანარჩენი ისეთი მსხვილი რელიგია, რაც კი არის, გავრცელებულია ნახევარკუნძულზე. ამ წითელ საზღვარს თუ გადაკვეთავ, ის ფეხზე უნდა გაიხადო და ფეხში შველი შეხვიდე ტაძარში. პატივი მიაგო მათ ღმერთებს. ესეც ასე ბუდისტური მონასტერის მოვილოცეთ. ახლა გავუყვეთ გზას, იქით სადღაც ზევით მთებში რაღაც უღელტეხილი გადადისო და მე უღელტეხილი გავიგე და მთებში გადადის. რა თქმა უნდა გამიშთა სურვილი რომ იქით წავიდე, თუმცა შეიძლება გზა დაკეტილი იყოს ზუსტად ვერ გეტყვით და მოკლედ თუ მაგ უღელტეხილით გადავალ აღმოსავლეთ სანაპიროზე მინდა რომ ჩავიდე, უკვე ძალიან მოკლე გზით ჩავალ. თუ არა და მომიწევს გრძელი გზით ავტობანით წასვლა, რაც რა თქმა უნდა დიდად ამხიბლავს. ამიტომ ცადოთ გადავიდეთ უღელტეხილზე, ჯუნგლებში. თუ გადავედი, ხო კაი, თუ არა და მე უკვე გრძელი გზა ავტობანით. აბა, წარმატებები მე. მივემართები უღელტეხილისკენ, რომელიც გითხარით რომ არის ჯუნგლებში. წერა რომ გზა შეიძლება იყოს დაკეტილი, იმიტომ რომ ახლა არის წვიმების სეზონი და წვიმების სეზონის დროს ეს გზა დაკეტილია. მაგრამ ახლა არ წვიმს, რა ვიცი, 3 დღე არ უწვიმია, გუშინ კი წამოწვიმა ღამით ცოტა, მაგრამ და თან რა ბევრი მანქანა მიდის მაგ მიმართულები და იმედი მაქვს რომ ღია იქნება ეს უღელტეხილი, მნიშვნელოვნად მოვიგებ გზას აღმოსავლეთ სანაპიროზე გადასასვლელად და არ მომიწევს 6 საათიანი წლის დარტყმა ავტობანით, რაც რა თქმა უნდა არანაირად ამხიბლავს. აი ესეთი რაღაცებიც ხდება Land Rover-ების დაშლილები. ბრიტანეთის გავლენა იგრძნობა. ბევრი Defender-ი იყო ალბათ და მე მათი დაშლილების თემაც რა თქმა უნდა განვითარდა. ადგილობრივი საუზმე ადგილობრივ კაფეში. რა თქმა უნდა ყველაფერი ყველაფერი ბრინჯი, საუზმეშიც, სადილშიც, ვახშამშიც, ყველაფერი ბრინჯი. ეს არის ბრინჯის პორო. მიშთან ერთად. მე განასათო არ ხმარობენ, სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ცუდი არ არის, მე მივიდია.
ბრინჯი ხათამი დიდი რაოდენობით მივიწევ გაზომაში. გევრიელია ისე რა. გავგიჟდიო და რამე არ არის, მაგრამ ზოგადად აქ რაღაც ეგეთი საჭმელი რო აი რაღაცა აუდე რამე არ იყო, ეგეთი აფია მჯამა. Private property. აჰა. აი ესეთი სამლოცველო ხშირად. რაღაცა სანთლები, არ ვიცი ეს ბუდისტურია თუ ინდუს ამბავია, მაგრამ ხშირად გვხვდება. ესეც Fraser Hills. როგორი ლამაზი სოფელია. აი ხო გეუბნებით რა. აქვთ ამათ თრბობა დამღრობლების მიმართ. სადა გავჩერდეთ და Fraser Hills დავათვალიეროთ. პარკინგი, აჰა. და რაღაცა პარკინგი. Okay. Not bad. პარკინგდეთ. ცოტა ფეხით გავისეირნოთ. აჰა. აგერ არის მოტოების სადგომი აგერ არის. ესეც ასე Fraser Hills-იც ამოვედით. იძახი რა. ესენი ერთმანეთს თავიანთ დამპყრობლებს, იმიტომ რომ აშკარად იქ ხო ვიყავი ფრანგული სოფელიო. მე ხო ვიყავი იაპონური სოფელიო. ეხლა ეს არის ბრიტანულ ყაიდაზე გაკეთებული რაღაცა სოფელი კურორტი, რომელიც ისე აქვს მოწყობილი, რომ ვითომ ბრიტანეთში ხარ. Fraser Hills. აი ხა გიჩვენებთ მაქსიმალურად რომ მიამსგავსონ ბრიტანეთს ეს რაღაც შუა ჯუნგლებში არსებული რაღაც ადგილი, ამისთვის აქ რა აქვს დაყენებული. ეს იმისთვის რომ იცოდე რომ მართლა ეს Fraser Hills ბრიტანეთი არა ფაქტიურად რა. ამოაღებ შეხო აკრიფავ დარეკავ რას სიტი გოლფის ფიქრობ რომ გოლფის მოედანია კი გოლფის მოედანი მოკლედ რა ფულიანი მალაიზიელები საკმაოდ კარგად ცხოვრობენ რა რამე გოლფი რამე რომე ისი ამონა ცხოვრებით Fraser Hills-ზე ისეირნა ესეთი ლამაზი მოკეცლული ქუჩა გამოდი დაათვალიერე ეგ ისეთი ჯიპებით არიან წარმოდგენილი რომ რა ჯიპტურში წაგიყვანენ ჯუნგლებში მოლე ტრაპოლა გაქანებული რა ყველაფერია იმისთვის რომ შენ ბოლომდე ტრაპოლაში გზნო თავი უფრო მეტიც აი ხა მივაგიჩვენებთ კიდევ რა მიუთითებს იმაზე რომ ბრიტანეთში ხარ რა სადღაც მალაიზიის ჯუნგლებში კი არა ეს იმისთვის რომ ბოლომდე შეიგზნო ბრიტანეთი Land Rover Defender-ი არის წარმოდგენილი რომ იცოდე რომ სადღაც არა ხარ რა მალაიზიაში აბა წარმოდგენილია თავისი ყველაფრით რა ბრიტანეთი და გვერდით აი ეს ლონდონური ტელეფონის ჯიხური წარმოდგენილია ტრფობა დამპყრობლის მიმართ ეს არის მეგობრებო პროტონი არ ვიცი რა მანქანა მაგრამ ყველაზე ხშირად ხდება ეს პროტონი მალაიზიაში ეხლა ცოტა შევისვენოთ და მე დავლიოთ ნაღინი ვჯამოთ ხირდა აქ მოსვლა საინტერესო ადგილია იმ კუთხით რომ აი შუა ჯუნგლებში რაღაცა მთის წვერზე აშკარად გაუვალ ადგილას აი ეგეთი ლამაზი და მოწესრიგებული და კოხტა კურორტი აქვს გაკეთებული მოხვალ დაისვენებ რა შუაგულ ჯუნგლებში ესეთი ადგილებია რა კინოს რო გადაიღოს კაცი ასეთებიც ხდება მეგობრებო კარგი კადრებისთვის ქვიშაში რო შემოყოლ კაცი თავს მე
ზღვის სანაპიროდან ამოუხვევთ თუ არა ეგრევე პალმის პლანტაციები. რო არ თავდება ისე ჯუნგლები, პალმის პლანტაციები, ჯუნგლები, პალმის პლანტაციები. არაფერი საქმე არ მქონდა, მაგრამ რაღაცნაირად პალმების ჩრდილის ქვეშ ტროპიკებში შესვენება ასწორებს რა. გაჩერდები და მიგობრება ეს რაღაცები აქვს. პალმები, ბუნების ხმა, თარიცი რო ტროპიკებში ხარ, ხეების შრიალი. მოკლედ ისეთია რა, ვაიბს გაძლევს ჯუნგლების. გზა და ჯუნგლები. აი ასე გამოიყურება მეგობრებო მალაიზიური fishing village. ანუ მეთევზეთა სოფელი. სახლები ფაქტიურად წყალზე, სიმშვიდე, სიწყნარე. მეთევზეები არ ჩანან. სავარაუდოდ არ არის ახლა თევზაობის სეზონი ალბათ. იქით ჯუნგლები. შენიერი ადგილია და სასმელად, მაგრამ ისე ცხელა, რომ აი სასტიკად. ფოტოს უხდება ესეთი გარემო, ხო იცი შენ? მოვედი სპილოების საბანაო ადგილას, ჯერჯერობით ხედავ მხოლოდ ორ სპილოს, რომელიც საერთოდ არ ბანაობს. სიმართლე ბანაობა ახლა მოცარმაწყდა ამ სპილოებთან ერთად ნამდვილად ერთავალ საბანაო. მოვიდნენ ჯიგრები საბანაოდ. რა ჩაუწვა ჯიგარი? ოპ, ჩაუწვა ეგეთ ჯიგრულად. ოპადა. მაგარად უსწორდებათ. აუ როგორ უსწორდებათ ეჭველი ციცყალში, აი ამ სიცხეში და ჩაუწვებიან. იბანავეს ჯიგრება. ეხლა ამათი ჭაბის დრო მოვიდა. ასე ახლოს ჯერ სპილოსთან გასადეს არ ყოფილა. აუ რა ხელა არის. აჰა, აი, ამ ხელა სპილო, ნამდვილი სპილო, ჩემთან შედარებით. ერთად დიდია. Okay, thank you. აი, საიდან მოვიდა. სად გამოიგონა ადამიანმა შაპი. დაინახა რა შეშებოდა ელეფანტი, მერე მაგრამ ერთია. ჯიგრები. Okay, შენს გინდა. ბიჯო, ეს მაგარ მაიც ამასაც ვაჭამოთ. ეს მაგრა სწრაფად ჭამს იმენა. ამასაც. აბა, პაჩალად იყავით ახლა. აჰა, okay. სპილოების ბანაობა ვნახეთ. სპილოებს ვაჭამეთ, მოვეფერეთ. აუღეთ ახლა გზას. კუალა-ლუმპურის ტრაფიკი მეგობრებო არის ისანაირა, ხო. ასეთია რა. ძალიან ბევრი მანქანა, ძალიან ბევრი მოპედი, ძალიან ბევრი გზა, რომელიც საით მიდის რო ვერ გაიგებ. როგორც ცხოვრობს ეს ხალხია, არ ვიცი, მაგრამ ალბათ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი. მოკლედ კუალა-ლუმპურის გარეთ ხო ჯუნგლებია და კუალა-ლუმპურშიც ჯუნგლებია, მაგრამ ცოტა სხვანაირი. მომყავს მოტო თავის შოპში, საიდანაც ვიქირავე და ნახოთ როგორ დაგხვდებიან. მოვედით. ესეც ასე, ისევ დოჰას აეროპორტი მეგობრებო. უკანა გზა, ამით ჩემი მოგზაურობა ფაქტიურად დაიწყო დოჰას აეროპორტში, თავდება დოჰას აეროპორტში. Приятно სიამოვნები ვარ აზიით, პირველი აზიური გასვლა, პირველი მოტოსქირაობა, რაც კი უდესმე გამიკეთებია. საინტერესო იყო თან ძალიან აღმოჩენა იმის, რომ
აზია იმაზე უფრო ახლოს არის, ვიდრე მე წარმომედგინა. ჩემს წარმოდგენაში აზია იყო ძალიან შორს. მაგრამ არც თუ ისე შორს არის, შესაძლებელია რომ ჩავიდეთ, მოტო ვიქიდაოთ, მოვიაროთ, ადვენჩერი განვიცადოთ, თავგადასავლები, აღვიქვათ. მალაიზია შემიძლია ვთქვა რომ მომეწონა, საინტერესოა, არ ველოდი იმდენად მოწესრიგებული, დალაგებულია, ხალხი ძალიან მეგობრულია, განვითარებულია იმაზე უფრო მეტად, ვიდრე მე მქონდა წარმოდგენა, თუმცა ამავე დროს იმაზე უფრო ღარიბია კულტურულად, ვიდრე მე წარმომედგინა. ყოველ შემთხვევაში მალაიზია რეალურად არის ჯუნგლები. თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ. ტრიპით, კარგი ტრიპი იყო, საინტერესო იყო, დატვირთული იყო, მინდა ვთქვა, სიახლეებით, პირველი ფრენა, ასე შორს, პირველი მოტოსკირაობა, პირველი აზია და ასე შემდეგ და მოკლედ მადლობელი ვარ ამ სამყაროსი, რომ მომეწია შესაძლებლობა. მადლობა თქვენ, ჩემთან ერთად ყოფნისთვის და აბა მომავალ შეხვედრამდე.